სალამი მეგობრებო, დილა მშვიდობისა მოგესალმებით. როგორ ხართ? გუშინდელი დღის შემდეგ დღევანდელი დღე გრძელდება და დღევანდელ დღეს მე ძალიან ბევრი კომენტარი წავიკითხე უკვე მოვასწარი. სახლის დავალაგე, ბავშვებიც გაუშვი სკოლაში. მოკლედ ძალიან ყოჩაღი გოგო ვარ. რამდენიმე კომენტარს ვუპასუხე კიდევაც, ინფორმაციების წავიკითხე და მოკლედ 8 წელში ვარ, მოკლედ რა. და მინდა კიდევ ორ სიტყვაზე ვისაუბრო, რომელიც სახლის ლაგების დროს ამოტივტივდა. ხა რატო ამოტივტივდა და როდის ამოტივტივდა, რა ფიქრებში ვიყავი რომ ამოტივტივდა, იმასაც გაგანდობთ და მე ალბათ მიხვდებით რომ ყველაფერი რიგზია. ასია თუ ისია, ყველაფერი რიგზია. როდესაც ვალაგებდი, ესე იგი, გამახსენდა კომენტარი, სადაც მიწევს ერთ-ერთი რომ აი ეს ადამიანი არის, თქვათ, პროვოკატორია, იქ ეწერა, პროვოკატორი არისო, რა და მე მივწერე ამ ადამიანს, რომ პროვოკატორი კი არა ვარ, მეთქი, სადაც მივდივარ, ყველგან ესეთი დამთხოვა ხდება, მეთქი, რომ უსამართლობას ხედავ და რა ვქნა, მიწევს მეთქი რა, ესეთი მხილება თქო რა და მე აი ამ დამთხოვაზე, ხო, დამთხოვას მოყვა ეს სიტყვა დამთხოვული რა და ეხლა დამთხოვულიაო რო ამბობენ, ხო, ადამიანზე ამბობენ დამთხოვულიაო, როდესაც ხედავს კედლის იქით რა ხდება, იმიტომ რომ როდესაც ის ადამიანი ნიშნებში ხედავს, ნიშნებში შეიცნობს ბევრ რამეს, ნიშნებში აკავშირებს ერთმანეთს და ხედავს რომ აქ დამთხოვა და ეს ხალხთან გააქვს, ეხლა სხვა ვინც ვერ აკავშირებს და ვინც ვერ ხედავს ამ დამთხოვებს, რაც უკვე რამდენი დამთხოვა განახეთ მე ჩემს ლაივებში, ჩემი მაყურებელი მიხვდება რას ვლაპარაკობ, ის რა თქმა უნდა იფიქრებს, რომ ეს დამთხოვულიაო რა, ამ ადამიანზე ვინც დამთხოვებს ხედავს, დამთხოვულს უწოდებს ამ ადამიანს. ასევე არის გიჟი, რომელსაც ასევე აქვს თავისი საკრალური დატვირთვა და ჩვენს საზოგადოებაში ასეა ნათქვამი, რომ გიჟი თავისუფალია, ხო? ანუ თავისუფალი ვინც მოიპოვა თავისუფლება, მას დაარქვეს გიჟი. ეხლა ნახეთ, რამდენი გიჟი ადამიანი გიჟს ვისაც უწოდებენ და საგიჟეში ვინც მიყავთ, სხვათა შორის მეგობრებო, ერთ-ერთი იყო გუშინდელი დღიდან, ერთ-ერთი არა, ორი იყვნენ, რომლებმაც საუკეთესოდ გაიგეს ქართული ანბანის შესახებ და პირდაპირ თქმა არ დაგჭირდა ერთმანეთთან, ისევ უგებდით ერთმანეთს, უსიტყვოდ უგებდით, გესმით? თურმე რა მაგარი გიჟები ვყოფილვათ. ანუ ამ ადამიანის თქმით, ეხლა სახელს არ დავასახელებ, იმიტომ რომ არ ვიცი მას სურთ თუ არა გამოვთქვა მისი სახელი. ამ ადამიანის თქმით, გუშინ ვიდეოშიც იხილეთ ეს ადამიანი, გიჟი არის კოდი და ვეთანხმები, რომ გიჟი არის კოდი, რომელსაც ქვია თავისუფალი. ანუ რომელიც თავისუფალია, ხვდებით? გიჟი თავისუფალია. თუ გიჟი არ გეწოდა, ხო იცით რომ ქრისტესაც გიჟს უწოდებდნენ სატანით შეპყრობილს, როგორც მიწოდებენ მეც რა, ანუ სატანას არის შეპყრობილი, ისე კურნავს ხალხსო, ისე ამ ხელსო, ისე გიჟდებაო ეკლესიაში, როგორ გადმოუყარა ის დახლიო იქ, როგორ იყვირაო იქ, როგორ შეეპასუხა ამ მღვდლებსო და ასე, მეგობრებო, ქრისტეზეც ასე ამბობდნენ, როგორც ჩემზე. თქვენ გონეთ ქრისტეზე სხვა რამეს ამბობდნენ? თქვენ გონეთ ქრისტეს სხვანაირად დასდევდნენ? როგორც მე დამძდევს უშიშროება, ისე დასდევდა ქრისტეს დაცვა. იმისგან სახელმწიფო დაცვა, რომ იქ აჟიოტაჟი არ მოაწყოსო, გესმის? ანუ ეხლა რო ვადარებ თავს, ძალიან მიხარია, იმიტომ რომ აბა რომელმა მოახერხეთ თქვენგანმა, არა გიჟმა, ასეთი ვითარება, რომ ქრისტეს დაემსგავსეთ ყველაფერში რა, ხელაში, უშიშრობაში, გონივრობაში, გულწრფელობაში და ასე შემდეგ, მაინტერესებს. ყველა წმინდა მამა გიჟი იყო, რამე თუ მათმა თავისუფლებმა მოიპოვეს რელიგიური ბოდვებისაგან. რამე თუ მათმა თავისუფლება მოიპოვეს რელიგიური ბოდვებისაგან. რამე თუ თავისუფლება მოიპოვეს რელიგიური ბოდვებისაგან. მათ უნდა გეთქვათ, ხო, ალბათ, დედათა მონასტერის წერს. ხო და იცით რა მაინტერესებს მეგობრებო? საინტერესო რა არის, იცი? გიჟი თავისუფალია, გიჟი ვარ და მყოირი ვარ, კიდე რო არის, გიჟს აქვს უფლება რომ ილაპარაკოს, ანებით გიჟმა ილაპარაკოსო და
ყველა გიჟაც შერაცხული, ანუ პირდაპირ სასუფეველში მიდის სავარაუდოდ. ანუ ეხლა ადამიანი, რომელიც თავის თავზე იტყვის გიჟი ვარო, ხო, ნამდვილად სასუფეველში მოხდება, იმიტომ რომ გიჟი და შეჩვენებული გიჟი თავის თავზე არასდროს არ იტყვის, რომ მე გიჟი ვარო. გესმით? ის ყოველთვის დაამტკიცებს, რომ არა, მე გიჟი არ ვარ. ხო და როდესაც გიჟი ამბობს, რომ გიჟი თავისუფალია, ამ შემთხვევაში ეს არის პაროლი, ეს არის კოდი, ეს არის ქრისტეს საძმოს პაროლი, იცოდეთ. ასევე დამთხეულობა არის, იმიტომ რომ ყველაფერი ემთხვევა, იმიტომ რომ ღმერთს თავისი გეგმები აქვს და როდესაც ღმერთს თავისი გეგმები აქვს და შენ მასთან საუბარი დაიწყე, იქ დამთხევა და დამთხევები რო არ არსებობს, ეგ ხო იცით, ყველაფერი ღმერთის გეგმაა და აქედან გამომდინარე, მეგობრებო, თუ გიწოდებენ დამთხეულს, მაგარი რამეა. რამდენმა მომაწება ზურგს უკან ეს სტატუსი, ხო და ზიტა გილოცავ დამთხეული თუ გიჟი. გუშინ მე საუბრებოდა, ესე იგი ძალიან საინტერესო ამბები გახსნა იმ გოგომ. ისეთი ამბები სახელს არ ვახსენებ შეგნებულად რა. და ისეთი ამბები გახსნა ქართული ამბანიდან ლაზარედან 25-ში რო ყავდიო დაჭერილი საგიჟეთშიო და დამაბესო 25-ში რო ხდებით 25-ში მაინც ვერაფერი ვერ მიქნესო ვენაში ჩემი შესწამლებიო მაგრამ როგორც კი გამოვდივარ მაშინვე ვიღდგენ ჩემს ცნობიერებასო და მეგობრებო ძალიან გთხოვთ რა კარგად მოიფიქრეთ ესე იგი ის რო იყო დუშელი როგორ მავიწყდება მაგის გვარი ქალი რომელიც ამხელდა ისიცხო საგიჟეთში მოკლეს გამახსენეთ აბა გვარი შამანაური ნაზი შამანაური ხო ისიც საგიჟეთში საწყალი ადამიანი სულ მარტო იყო არავინ არ დაუდგა გვერდში საერთოდ საგიჟეთში ამოხადეს სული და არადა რა გონების ადამიანი და რა მონაცემების ადამიანი იყო და რა უშიშარი და რა უდრეკი ადამიანი იყო ხომ წარმოგიდგენიათ ეხა და დღეს წარმოიდგინეთ ნაზი შამანაურის ნაირი ემანციპირებული გონიერი განსწავლული და გონება გახსნილი ადამიანები ძალიან ბევრნი ვართ ჩვენ ყველას ვეღარ დაგვიჭერენ და ვეღარ მოგვაწერებენ ამ სტატუს მით უმეტეს რომ გუშინ დაიწყო უკვე ბოროტის მუხლებზე დაჩოქება ანუ ბოროტი უკვე თვითონ ეს მხეცი რომელიც ჩვენს ეკლესიებში იყო შესული ხო თავის თავად მოიდრიკავს მუხლს ქრისტეს წინაშე ჩვენ წინაშე ჩვენ ქრისტიანები ვართ ამიტომ ჩვენ ვინც ქრისტიანები ვართ ეხლა ანუ ვიღაცები გამომიხდნენ და თავსაფარი რატო არ გეხურა ეს ხომ ეს არის რა ქვია მოიცა როგორ წერენ თავსაფარი რო არ გეხურაო ეს ხომ მორჩილების ის არის რაღაცა ვერ ვიმახსოვრებ მაგათ კომენტარებს ხო და ამბობს ტიპი რომელიც შედის ეკლესიაში იქ ხდება სავაჭრო დახლი იქ ყიდულობს სანთელს და მე დავება თავსაფარზე რომელიც აბსოლუტურად არსად არ წერია არც ერთ წერილში რომ ქრისტე რომელიმე ქალს ეუბნება რომ წინსაფარი გაიკეთეთ ისე თავსაფარი გაიკეთეთ თავზეო რა ვინ რომელიმე ქალს ეუბნება ქრისტე რომ განრისხდება ქალო თავსაფარი რატო არ გიკეთიაო თუ განრისხდება იმაზე ეკლესიაში რომ შევა და ნახავს იქ ვაჭრობა ხო ანუ მიხვდით ხო ეხლა ვიღაცა მითხრა იმ ვარდს რას ერჩოდიო და არაფერს არ ვერჩოდი მეგობრებო იმ ვარდს უბრალოდ მივედით და შევეხეთ და ვნახეთ რომ ის ნამდვილი ვარდია და იქ რიტუალი ტარდება იქ ცვილში ამოვლებული ვარდი თავისებურ ჯადოქრობების რიტუალად ტარდება ის ჯადოქრობები რომელიც იქ ტარდება და გადაგვიკეთეს ჩვენ არა ქართველებისთვის არ არისო გადაკეტილიო მარტო უცხოელებისთვის არისო და ქართველები რო შევედით გამოდითო აქეთო გეუბნებოდნენ გესმის ანუ თან გეუბნებოდნენ ქართველებისთვის არ არის გადაკეტილიო თან გეუბნებოდნენ გვატყუებდნენ რომ აქ საკურთხეველი იყო რომელიც არ იყო არასდროს არც ერთ დროში და თან გეუბნებოდნენ რომ თან ვიდეო რომ მივუშვირე ხო ლაივი იქაც ვერ თქვეს ტყუილი საჯაროდ გესმით ისე უნდათ მოვეტყუებინეთ ზურგს უკან ესე გაეტარებინა და ქართველები ვიყავით იქ შესული ქართველებისთვის არაო უცხოელებისთვის არისო გადაკეტილიო ხო და ქართველები შემოვედითო რო უთხარით მაინც გადითო დამთხეულები ვართ ჩვენ დამთხეულები და გიჟები ასე რომ ჩემო კარგებო
ეს ორი სიტყვა არის კოდური სიტყვა. მე ის რომ იცით რა არის, ანუ საინტერესო ის არის რომ ვიღაცა ნასწავლი ადამიანები ელოდებიან რაღაცა დროს, ვიღაცა შეცვლის, ჩუმად ვიყოთ, ჩუმად არაო, ქრისტემ თქვა იცით რა? ჩუმად არ უნდა იყო, უნდა იყვირო თუ დაინახა უსამართლობასო. მე მომბაძეთო ქრისტე ამბობს, ხო? ანუ ქრისტეს უნდა მივბაძოთ, ხო? და რა უნდა მივბაძოთ ქრისტეს? რა გააკეთა ქრისტემ, როცა შევიდა ეკლესიაში და დაინახა იქ სავაჭრო დახლები? რა გააკეთა? როგორ მივბაძოთ ქრისტეს? ჩუმად ვიყოთ? ჩუმად არ იყო ქრისტე და როგორ მივბაძოთ ქრისტეს მითხარი? ჩუმად თუ არ იყო, როგორ მივბაძოთ? რაც გააკეთა, ის უნდა გავაკეთოთ, ხო? ხო და ჩვენც უნდა ავაყირაოთ იქ დახლები, მეგობრებო. იქ უნდა განვრისხდეთ. იქ რა თქმა უნდა, რაბები განვრისხდნენ, გაიქცნენ და უშიშროება დააყენეს მერე ქრისტეს თავზე, მაგრამ ქრისტეს ამაში როდის შეეშინდა? ქრისტეს როდის შეეშინდა იმ მრევლის, რომელიც აზრზე არ იყო, რას აკეთებდა და რატო იდგა იქ, როგორც გუშინ. შენი არ გაინტერესებს შენი აზრიო. ჩვენ მამაომ გითხრა, რომ შენ გიჟი ხარო, გესმის? ანუ ეგრე გამოუვიდეთ. იმ კაცმა ხო გაიგეთ ვიდეოშიც რომ ამბობ შენი აზრი არ გაიგეთ შენი საქმე აკეთო და ჩემს საქმეს ვაკეთებდი ზუსტად ანუ ჩემს საქმეს ვაკეთებ მე სხვა არაფერს არ ვაკეთებ როდესაც მე ადამიანებს ვამხელ უსამართლობაში დანაშაულში და ასე შემდეგ ქრისტეს ვბაძავ ზუსტად და ქრისტემ მარტო კაცებს კი არ უთხრათ რომ მე მომბაძეთო ჩვენც გითხრა ქალბატონებს დიახ ასე რომ ჩემო კარგო ქალბატონები ვართ ჩვენ ბატონ გესმით ნობათი მოგვაქვს ნობათ გაიხსენეთ ის კოდები რომელიც ნარიმანის კარზე გაშხერდა ეხლა ვიღაცა იტყვის მამა ნიკოლოზ ნარიმანს რატო უწოდებო მე გეტყვით მეგობრებო ნარიმანი არ შეურაცხყოფაა და არც უპატივისმცემლობა ეს არის ის სახელი რომელიც ნიკოლოზ მაქარაშვილს უწერია პასპორტში ნარიმან მაქარაშვილი მისი დაბადების სახელია ნარიმანი ასე რომ მისი სახელი არის ახლა ნიკოლოზი შემიძლია ნიკოლოზიც უწოდო შემიძლია მამა ნიკოლოზიც უწოდო ასე უწოდებს თავისთავს ასევე უწოდებს მეფეს ესეც შემიძლია უწოდო ნებისმიერი აქედან შემიძლია ჩემი ნებით ამოვირჩიო და ის სახელი უწოდო რომელიც თვითონ თავის დაბადების სქივში აქვს ნარიმანიც ნიკოლოზიც, ბერი ნიკოლოზიც, მამა ნიკოლოზიც და ასე შემდეგ. ასე რომ ჩემო კარგებო, მაგაზე თქვენ გულს ნუ გაიტეხთ და კიდევ იმ ადამიანს შეურაცხყოფა რატომ მიაყენეო და შეურაცხყოფა მე იქ არავისთვის არ მიმიყენებია მეგობრებო. დავით ბაქრაძე მე რომ ვამხილე, აბა გაიკითხეთ ნარიმანის კარზე ვინ არის დავით ბაქრაძე. გეტყვიან მაგ ადამიანმა პედოფილიაში მიიღო ხელა, ანუ დაადანაშაულეს პედოფილიაში. ეს ადამიანი. ასე რომ არავისთვის არ მიმიყენებია იქ შეურაცხყოფა, არც მიყვირია, უბრალოდ აღელვების უფლება მე მგონი ყველას აქვს. უსამართლობის ფონზე, როდესაც ტყუილს პირში გეუბნებიან აღელვებული ხმამაიც ხო უნდა ქონდეს, აბას უემოსში ხო არ იქნები, ხო? აქედან გამომდინარე, ჩემო კარგო მეგობრებო, თქვენ ნუ შეგეშინდებათ ჩემი საქციელეს და ნურც ინერვიულებთ ასეთ რამეებზე. ნუ პირიქით გეტყვით იმას, რომ მიბაძეთ ქრისტეს და იყავით ვიცარცა ქრისტე და თუ იცით რომ უსამართლობები ხდება ეკლესიებში, სახლებში კი ნუ დაიმალებით და უშიშროების კი ნუ შეგეშინდებათ. პირდაპირ ამხილეთ ადამიანები თავიანთ უსამართლობაში. ვიღაცა მითხრა ის მღვდელიო, კარგად საუბრობდაო, მშვიდათო და არც მე ვსაუბრობდი აღელვებულად. მშვიდად თუ მატყუებდა ის მღვდელი, მე ავღელვდი ამ მშვიდ ტყუილზე. ანუ პირდაპირ მშვიდად მატყუებდა ეს მღვდელი, რომ აქ თურმე საკურთხეველი რატომ აღარ არისო, იციო, ეხლაო, უნდა მოეყოლა თურმე რომ აქ ერთ დროს საკურთხეველი იყო, რომელიც არასდროს არ იყო. ხომ ხვდებით? ასია ცოდნა არის, მეგობრებო, ცოდნა არის ის, რაც დაგიცავს. როდესაც ადამიანმა არ იცის აგებულება ეკლესიის სადრარო როგორ ეწყობა ხომ ეკლესიაში, მან ის შეიძლება მოტყუდეს მღვდლისგან, მაგრამ როდესაც იცის ადამიანმა ეკლესიას როგორ აგებენ, აქ ვერ მოტყუდება ის ადამიანი და რა თქმა უნდა, ტყუილს პირში ამხელს, გინდა იყოს ეს მღვდელი, თუ გინდა იყოს ეს იახვე. ნებისმიერი ტყუილი უნდა ამხელო, ეხლა როცა ღმერთი გატყუებს, იმასაც უნდა
შეეკამათო, ეხლა ეგრე კი არ არის, რომ ღმერთის ტყუილები დაიჯერო, ხო? აგერ ნარიმანი გეუბნებათ მაგათ ნამდვილად მაგასში, რომ მე რო ტყუილი გითხრათ, თქვენ ხო არ უნდა დამიჯეროთო, ხო? მაგასაც გეუბნებათ ნარიმანის საზოგადოებას მიუმართავდა, იალდაბაოთის საზოგადოებას, კიდე იახვეს წარმომადგენლებს მიუმართავდა, ხა როცა ღმერთი გატყუებს რაღაცას, შენ თავი ხო არ უნდა დაუხარო არა და ხო არ უნდა მოკლა მე შენი ძმა. ამიტომ ამ ხილია, ურევია ამ სიტყვაში. ამ ხილი ენის. გესმით? თუ ამ ხელ, ესე იგი, იმ ხილს მიირთმევ, რომელ ხილსაც შეყავხარ სასუფეველში. ტყუილად ეს სიტყვა არ მოგონილა, ტყუილად ეს სიტყვა არ წარმოქმნილა და ტყუილად ეს სიტყვა მოგონილაო, ნახე? სიტყვები მოგვების არის შექმნილი და გუშინად სიტყვათა თამაში ვნახეთ, რომ რა გადატრიალებულად აქვს სინოდი და სიდონი რო უნდა იყოს. თქვენ იცით, რომ სიდონიამ ჩაიკრა ქრისტეს კვართი და არა სინოდმა. სიდონიამ ჩაიკრა ქრისტეს კვართი, მეგობრებო, და სინოდი იყო ის, ვინც გაიქცა მერე და ვინც მოკლა და აცვა ქრისტე. უბრალოდ ჯერ მოკლა და აცვა ქრისტე და მერე გაიქცა. აი ეს იყო სინოდი, რომელიც ახლა შემოვიდა ისე ჩვენთან და გვეუბნება ისე გვიკრძალავს იქ მარჯვენა ეკლესიის ფრთაში შესვლას. რა უფლებით და ვიღაცა მეუბნება კიდე რომ რატო აღშფოთდიო? გესმის, არ განრისხებულ ვარ. მე აღშფოთდი და აღშფოთე აი ესე როგორც გელაპარაკებით, ზუსტად ესე ველაპარაკებოდი, ოდნავ აღშფოთებული ტონით მატყუარა მამაოს. გესმით? და ვიღაცამ ესე იგი მე დამიწყო ყურება იქ მარჯვენა ფრთაში და იქ უკან რომ სავაჭრო ცენტრი დგას, ის არ აინტერესებს ადამიანს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ რა და კიდევ ბევრჯერ გავიმეორებ. რამდენჯერაც მეთქვით თავსაფარით რატო არ შედიხარ ეკლესიაშიო, იმდენჯერ გამხელთ რატო შედიხარ ეკლესიაში და რატო ვაჭრობ, როცა ქრისტემ გითხრა, რომ არ ივაჭრო ეკლესიაში. და რამდენჯერაც გინდათ რომ მამხილოთ, ჯერ შენი დირე დაინახე შენს თვალში და მერე სხვას დაუწყე ყურება, ხო? აი ესე გეტყვით პირდაპირ ქრისტეს სიტყვებით გეტყვით, თორე ქრისტეზე უკეთესი არავის არაფერი არ მოუგონია სხვა, არავის არაფერი არ მოუგონია. ვერც სიტყვაში მოუგია და ვერც ბოროტი დაუმორჩილებია. ასე რომ ჩემო კარგებო, გაკოცეთ ახლა მე თქვენ. დამთხოვები და შემთხვევები არ არსებობს, ყველაფერი ღმერთის გეგმაა და ყველაფერი ღმერთის გეგმით ეწყობა. გაკოცეთ, წავედით, გეხუტუნეთ. კინგს დავესესხები ამ სიტყვას, გეხუტუნე. მომწონს. აბა წავედი. თუ გამიშვა წავედი. აი, ნახე, აქ არ მიშლიან ახლა ლაივებს და იქ მაღლა მიშლით.